ვთქვათ, ნინა დუსად. არა, იცი რა არის, მე აბსოლუტურად გითხრა, არ შეიძლება. არ შეიძლება. იცი რა, ეხლა მე მახსოვს, როცა ჩვენთან მოდიოდნენ ექიმები და შესაბამისად ამბობდნენ, რომ რაღაცა ბავშვებს დაუნიშნეთ სავლები, გვირილის ნახარში, რაღაცა თუ სიცხე აუწევს, რაღაცა ბებია ჩემი. როგორ წავიდა და ექიმი და ხდა. ანალგინი ბებიკო. როგორც სიცხეზე აგვიწევდა ანალგინი და იმის შემდეგ ანალგინის გარდა არაფერს არ ცნობდა ბოლო წლებამდე. სამ ჩემ ადამ რაღაცა მკურნალობა არ დაუნიშნა და ეხლა მისდევს ერთადერთი ექიმის, რომელსაც ჯერა არის ჩემი და. აქედან გამომდინარე, ისეთი პროფესიით ექიმი, ამაში ესა. ოჯახში ყავს. არა, კი, ნამდვილად ვამბობ, მაგრამ მე ვიცი ადამიანები, რომლებიც დაუშვათ ჩემი არ არის ექიმი. უბრალოდ არის ჩემი დის პაციენტი, ესე ვთქვათ, ან სხვა რომელიმე ექიმის და ოღონდ მასთან რო რეკავენ მეგობრები და ეუბნებიან, რომ დოდო შენ რო წამალმა აი გიშველა ის იგი რა იყო ის წამალი, ხო მეც უნდა დავლევცადო და ჩემი და რომელიც მოდის მე სულ ამბობს, იმიტომ რომ თვითონ ექიმი რომ არ შეიძლება ესე დანიშნულების დანიშნო, იმიტომ რომ შენ რა იცი ეს რას გამოიწვევს იმ ადამიანს შეიძლება კიდე რაღაც სხვა აქვს, ანუ მე ვიცი რომ თუმცა ჩვენ გვაქვს მეორე მომენტი კიდევ ჩემი დის ჩემი მეგობრის დედა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ არ იყო კარგად, თავ ცოტა შეუძლოდ გრძნობდა, იქ თავბროს ხვევები ქონდა, ნუ ასაკის დამახასიათებელი. და ნუ დაუნიშნეს მკურნალობა, რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარმა, ჩემ დასაც კითხა, ნუ რამდენიმე ექიმს ესე გადავამწვევა, სულ ყველა ღელავდით, იმიტომ რომ გვეუბნებოდა ადამიანი, რომ თქვენი დანიშნულება რომ მომცეს, აი თქვენ რომ ექიმი მირჩიეთ, ის ექიმი მე ცუც მიკეთებს, იმიტომ რომ ის წამალი არაფერს არ მიშვება და ეს წამალი მე მომკლავს, ანუ მას ჰქონდა რეაქცია, რომ ეს წამალი მასე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ეხლა თავს კარგად გრძნობს. და შესაბამისად, ანუ ადამიანებს ყოველთვის და ენდობოდა ვიღაცა ექიბას, რომელმაც უთხრათ ვიღაცა მეზობელმა თუ რა ნაცნობა თუ რაღაცა უთხრა რაღაცა ნაყენი უნდა დალიო, რომელიც არავინ არ ვიცით როგორ მზადდება და ეხლა ხანს არ იყო ეს შემთხვევა საკუთარ 6 თვის წინ ადამიანს რომ გაეთიშაურებე თირკმელი და რაღაც უდათ რო იყო რაღაცა გადაყლაპა საოცრება. ხო, საერთოდ ძალიან ისეთი რთული და მძიმე თემაა, თემა გახლავთ თვითმკურნალობა, მისი მძიმე შედეგები ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნუ გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ მანდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რა საერთოდ თავისი წვლილი ამ საქმეში ალბათ ამ გაუთავებელმა რეკლამებმა შეიტანა, რაც ტელევიზორში გადის, რომ თუ კუჭი აქტიურად დალიეთ ეს, თუ ხერხემალმა გიმტყუნოთ და შეიზილეთ ის. ნუ ყველაფერი ინდივიდუალურია, რა თქმა უნდა, გასაგებია ესეც ინდუსტრია ერთგვარი ფარმაკოლოგიური და ყველაფერი გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მაინც არის, რა თქმა უნდა, ყველა წამალში არის, თითქმის ყველა წამალში, 99%-ში მე მგონი არის მცენარეული შემადგენლობა. ოღონდ ნებისმიერ მცენარეს შეუძლია როგორც მოგვიტანოს დადებითი, ასევე მოგვიტანოს უარყოფითი და დააზიანოს ადამიანი. ამიტომ რა ვიცი, ნანა, შენ როგორ ფიქრობ? არა, მე არ 40-90-01 ტელეფონის ნომერი და რა თუ შემთხვევები რაიმე იცით, მსგავსი ამ თემასთან მე დაკავშირებით. ერთი ვიცი, რომ ყველა ვწოდავთ ამით და ასეთი სისულელები. წამლებით, ნანა, შენ ჩამიდენია რამდენჯერ, რომ გამიგია და მეც მომეცი და ის წნევის წამალია თუ რაღაცა და ასე. ნუ მე ვფიქრობ ყველა კი რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. პარკიზმის წამლები გამომდინარე, რომ შიმია წამლების, აი მირჩევნია რომ საერთოდ არ დავლიო. მაგრამ მე როგორც ვიცი, სტატისტიკით როგორც ვიცი, ესე იგი 17 ქვეყანა აიღეს და ჩაატარეს ასეთი გამოკვლევა და ყველა ეს 17 ქვეყანა იყო საკმაოდ ცივილიზებული და კარგი დონის ქვეყნები, სადაც გამოირკვა, რომ იხარჯება 200 ну ციფრს გეტყვი გაგიშტები 200 მილიარდი თანხა იხარჯება ну 17 ქვეყნის სწორად გაცემული რეცეპტების ხარჯზე წამლები რო გაიცემა ну აქ შედის ავადმყოფოები აქ შედის ოპერაციები და ასე შემდეგ ანუ ეს თანხა იხარჯება რომ სწორად გაიცეს სწორად ანუ რეცეპტის მიხედვით ხმარობენ ამ რეცეპტით მომხმარებელი მაგრამ საკმაოდ დიდი პროცენტიც არის მგონი 53 მგონი კი არა ასეა რომელიც არასწორად გაიცემა მოკლედ ხედავ შენ რამხელა თანხები იხარჯება წამლებზე ну თავარია ჯანმრთელობა ადამიანმა შეინარჩუნოს და წამლების ჯერად ადამიანებს და ჩვენთანაც ახლა ჩვენთან რატომაც პირიქით ხდება ნანა ეს არის გაძვირდა და მე მედიკამენტები ამას ამბობ მედიკამენტები ხო უკაცრავად სასწაულად გაძვირდა ძალიან გამარჯობა ძალიან გაძვირდა ალო გამარჯობა გისმენთ ძალიან კარგია დიდი ხანია ვწავლობ თქვენთან მოხვედრაზე და ვძლივს მოვახერხე როგორც იქნა გისმენთ აი ხალხური მედიცინა ძალიან ახლოს არის ავადმყოფობასთან ვიდრე ქიმიურები ხო აი ხო ხედავ დიახ ჩვენ ახლა საუბრობთ მე ერთი რჩევა მინდა მოგაწოდოთ ჩემი მოსაზრება და ცადი ხერხი დიახ ძალიან ბევრია და ძალიან ხშირია შემთხვევები მით უმეტეს ზამთრის პერიოდში
მინინგიტით იხოცება ხალხი. ამაზე არის ერთი რეცეპტი, რომელიც მე თვითონ ნასინჯი მაქვს ახლობელზე და ძალიან ეფექტურად იმოქმედა. ადრე მე დავტოვე მანდ ეს შეტყობინება, მაგრამ პირდაპირ ეთერში არაფერს არ გავუწევ. ხო, აი ისევ ისეთი შეცდომა. არ ახლა იცით რა, აი ისევ ის შეცდომა არის, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ ჩვენ მკურნალ ექიმთან და მას დავეკითხოთ. აი ასე გაცემული, მე რო ვამბობ, ნინო და ჩვენ ყველანი მოწამლულები ვართ, იცი, აი იმას ასე კარ. იქნებ მეორე პაციენტისთვის ეს არაფრით არ შეიძლება და ჩვენ ყავს ყველას ოჯახის ექიმი. ახლა უკვე ვინც დაზღვევით არის, ოჯახის ექიმი და ეს ძალიან დიდი შეღავათია. გარდა ამისა ხალხო, აი ოჯახის ექიმიც რო არ ყავდეს, ნახე ნათესაობაში, ახლობლობაში, მეზობელი მყავს, აგე ქალბატონი ცისანა იოსელიანი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი, თქვა ვერ არის კარგად, მე პირველ ზარს ვაკეთებ მასთან. რა თქმა უნდა, ხა რაღაცები უკვე რაც ნაცადი მაქვს საკუთარ თავზე, ხა შეიძლება იქ წნევის აწევის შემთხვევაში რაღაცა თქვა ორი ცალი ნოშპა და სუპრასტინი მივიღო, რომ თქვა მე ვიცი, რომ ეს წამლები მე თქვა წნევას დამირეგულირებს იმ მომენტში. მაგრამ სხვა სიტუაციაში მე ყოველთვის ვეკითხები ქალბატონ ცისანას. ანუ ეხლა ეს არ არის ესეთი მიუღწევადი თემა, რომ თქვა დარეკო ექიმთან ერთი ზარი გააკეთო, რომ აი ესეთ სიტუაცია და რას მირჩევთ. ჯერ ესეთი ყველა წამას მოყვება თავისი ანოტაცია. ხო, მაგრამ თვით ყველა გეუბნება რომ არ წაიკითხო ეს ანოტაცია, იმიტომ რომ ანოტაციის წაკითხვის შემთხვევაში მე როგორც წესი არ მიჩნდება სრული წამლის მიღების, იმიტომ რომ თქონა უამრავი უკუჩვენება წამალს. მაგრამ უნდა წაიკითხო, ნინო. ხო, მაგრამ მეორე მომენტი ექიმი როცა გინიშნავს, იმას ზუსტად იცის ეს რისი შემცველობა შედის. ის კი არა დაუშვათ როცა კითხულობს, ახლა ჩემი და ძალიან ხშირად ვინახავს, როცა კითხულობს ანოტაციას დაუშვათ რა შედის ხო აი წამალში. იქ თუ დაუშვათ ეს არის უცხო ახალი შემოტანილი პრეპარატი და ჯერ კიდე არ არის ეს გავრცელებული. ის კითხულობს რა შემადგენლობა, ანუ რა დოზით შედის დაუშვათ გამაყუჩებელი თუ გამაყუჩებელი გინა, რა დოზით შედის დაუშვათ ასპირინის ჯგუფის რაღაცა ისინი, ანუ რამდენი შეიძლება გულისთვის. ანუ ძალიან ბევრი რაღაცა, რაც ექიმო უკეთესად იცის ვიდრე ჩვენ. თუმცა აი ეს ხალხური მედიცინა ჩვენთან ძალიან გავრცელებული. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყავდა სოფლად განსაკუთრებით ეს ექიმბაშები, რომლებიც წლების განმავლობაში მკურნალობდნენ ხალხს და მაშინ როცა დაუშვათ მხოლოდ ერთი ექიმი იყო მთელს რაიონში, ამ ხალხის დახმარებით ბავშვებიც უჩდებოდა ამ ხალხს, დადიოდნენ კიდე ჩაკიქსაც მკურნალობდნენ და ასე შემდეგ და ეხლა შემორჩენილია. მე არ ვიცი ისინი როგორ ალბათ მცენარეულ წამლებს ამზადებენ, თუმცა ერთი ვიცი. წამლებში საერთოდ მცენარეული კომპონენტები, მცენარეული არსებობს თითქმის ყველაში. ახლა ჩვენ ექიმები ისეთი ხალხი გვეყოლება მეორე განყოფილებაში, რომლებიც უფრო კომპეტენტურები იქნებიან ამ თემაზე. ძალიან კარგი თემაა, ნანა, შენ თუ გახსოვს, მე ერთი პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ აი წამალთან დაკავშირებით, არაჩვეულებრივი ისტორია. მოდი უცბად მოვყვები და მე ის თემა მინდა შემოვაგდო, რომელიც ძალიან საინტერესოა. გოგიტა გეგლაშვილი არის არაჩვეულებრივი ნევროპათოლოგი, შესანიშნავი ექიმი და სხვათა შორის ექიმი, რომელიც როგორც წესი ყველანაირი ახალი წამლის წარმოშობას, შემადგენლობას, ყველაფერს აიცი დეტალურად სწავლობს ხოლმე. ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ადამიანს გაუკეთეს თვალზე ოპერაცია. დაეწყო თავბრუსხვევები, დაუძახეთ გოგიტას, იმიტომ რომ ნევროპათოლოგმა რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა გასინჯოს ავადმყოფი. ეკითხება რომ გენტამიცინი ხო არ მიგიღიათ ქალბატონისა? არა გენეცველი გენტამიცინი ნამდვილად არ მემიღია. რაღაცა ერთი-ორი შეკითხვის მერე კიდე დაუსვა შეკითხვა, გენტამიცინი ხომ არ დაუნიშნავთ თქვენთვის? არა გენტამიცინი არ დაუნიშნავთ. რას იწვეთებდით თვალშიო? აი ამას და მოიტანა წამალი. გენტამიცინია შემადგენლობაში, რომელმაც გამოიწვია შემდეგ თავბრუსხვევა. ანუ როცა ექიმი ზედმიწევნით იცნობს წამლის მოქმედებას და არის ყურადღებით, არ შეიძლება მას ეს გამოეპაროს. ნანა და შენ თუ გახსოვს, აი ჩვენ თაობას გვახსოვს კარგად წამლისული რო ამოდიოდა ხოლმე ჩანთიდან დღესაც ძალიან დიდი ბოდიში გამარჯობათ გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ. მინდა გითხრათ ფაქტებიდან გამომდინარე, რომ ხშირად როდესაც ექიმისთვის მიმართავს, სიკვდილის პირამდე მიუყვანი ვარ, მაგრამ როდესაც მკურნალობისთვის მიმართავს, ხო? საკმაოდ კარგი შედეგი დამთავრებულა. მაგალითად არის ხო, მკურნალობაში რას გულისხმობთ ოღონდ აი? გეტყვით, დღეს არ ვიცი. ბევრისთვის არის თუ არა ცნობილი ასეთი წამლები. წამლებსაც არ ეძახიან ბადები, თუ გაგიგიათ. რა უკაცრავად? ბადი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ფაგებზე ამბობთ? დიახ. ეს ძალიან სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანებზე, მინდა გითხრათ. მადლობ, დიდი მადლობა, მაგრამ ანუ
ფაგებსაც თუ ფაგებზეა საუბარი, მე უბრალოდ სხვა რამე გავიგე. ფაგებით მკურნალობა ეს არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, ჩვენთან არის ძალიან კარგი კლინიკა, ანუ ფაგებს ამზადებენ და ვიცი რომ უცხოელები ჩამოდიან და აღფრთოვანებულები არიან, იმიტომ რომ ჩვენებს ძალიან კარგი შედეგი აქვს ჩვენს მეცნიერებს, მაგრამ ესეც არის ცალკე თემა. ჩვენ ვაბობთ მედიკამენტურ მკურნალობაზე. ჩვენ მე ასე ვფიქრობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ექიმის გარეშე ისეთი ძლიერი პრეპარატები, როგორიც აი თქვა ტრანკვილიზატორები, რო არის გორმონების შემოქმედება, ანტიბიოტიკები, რომლებიც მომაწყობებელი საშუალებები. ხო, ტრანკვილიზატორი. არა, ტრანკვილიზატორი ხო. უბრალოდ ეს მართლა საოცრად სახიფათო რამ არის და ყველაზე კარგად თურმე გერმანიაში არის, რომ შედიხარ, არავითარ შემთხვევაში არ მოგცემენ რეცეპტის გარეშე. არა, ეს ჩვენთანაც არის. არა, როგორ არის, უამრავი წამლებია რეცეპტის გარეშე, რომ გაძლევენ და გაძლევენ. რას ლაპარაკობ? უბრალოდ ჩვენ თვითონ უდიერად არ უნდა მოვექცეთ და ყველას ურჩევ ერთ რამეს, რომ შევა აფთიაქში და რაღაც წამალს აუცილებლად ჩაეკითხონ. ჩვენ ყავს ისეთი მომსახურე პერსონალი საბედნიეროდ, რომ მათ იციან რა, რომელი წამალი რას, როგორ და არ მოგვერიდოს, ჩავეკითხოთ, ჩავეკირკიმალოთ. აი ეს ამისთვის, იმისთვის ერთხელ იყო, რომ ადამიანმა ამომწურავი პასუხი მიიღო და მერე უთხრა, არა, ქალბატონო, ეს წამალი მე არ მარგებს. იყოს ჩვენ ერთი უბედურება რაშია, იცით ჩვენი პაციენტების კიდევ რომ არ აქვს შესაძლებლობა კონსულტაციაზე მივიდნენ და გარკვეული გამარჯობა გისმენთ. ალო, გამარჯობა გისმენთ. დიახ. გამარჯობა. დიახ. აი მე ეხანდელ ზარზე ვამბობ ქალბატონმა რომ გააჩერა ეგრე. ძალიან ბევრი ხალხური წამალი არის დაკარგული და ასეთი მე ბევრი კარგება ერთი წუთით ქალბატონო ერთი წუთით შეიძლება მაპატიერ. ხო ამ შეიძლება არ მივაწოდოთ დიდ მაყურებელს ფართო აუდიტორიას, მაგრამ ის ადამიანი არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია დაკარგული ესეთი რამ, რომელსაც უკვე ქიმია და ცხის ვეღარ ხალხური მედიცინიდან. აბსოლუტურად გეთანხმებით, უბრალოდ ჩვენ ქონდა ლაპარაკი სხვა თემაზე. ზუსტად თუ სამაპატიერ მე გავაგაცემთ ახლა პასუხს. ჩემო ძვირფასო ბატონო, თქვენ ახლა რაც ბრძანეთ აბსოლუტურად ყველანი სამივენი გეთანხმებით, რომ ხალხური მედიცინა, იგივე ბალახებულობა არის სწორედ იმ პრეპარატების შემადგენლობაში, რომელსაც თქვენ როგორც წამალს ისაღებულობთ. აქ ძალიან დიდი სხვაობა არ არის და ჩვენს მეორე განყოფილებაში გთხოვთ ყურადღებით მოусმინოთ შემოსულ ექიმს, რომელიც ამას ძალიან დეტალურად განგიმარტავთ. უბრალოდ სხვა თემაზეა საუბარი. ზედმეტი მიღები შეიძლება თაფლმა კი მოგაყენოთ ძალიან დიდი ზიანი, რომელიც ითვლება, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკურნალო საშუალება. ანუ აქ არის საუბარი სწორად დანიშნულ პრეპარატებზე, დოზირებაზე, ასე შემდეგ. ეს იმიტომ რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გამოიწვიოს, თქვათ, არასწორად მიღებულმა გნებავთ ხალხური მედიცინის წამალმა და გნებავთ ისე წამალმა. ეს გახლავთ ანაფილაქსური შოკი, რომელიც ძალიან ხშირად ლეტალურად თავდება, ანუ ხდება ადამიანი. არა მხოლოდ ალერგია, შეიძლება მოკვდეს უბრალოდ ადამიანი და ამიტომ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ აი ხლა იმ დღეს RTVI-ზე უყურებდი ერთ-ერთ ექიმს, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ კორვალოლი ხო ითვლებოდა, რომ ჩააწვეთე 25 წვეთი და დალი. არ არის ასე. ის შეიცავს ბარბიტურას, რომელიც იწვევს ძალიან ცუდ რაღაცეებს. ეს თუ დოზირებულად ზუსტად არ მიიღე, კორვალოლი, რომელიც არის თითქოს დამამშვიდებელი და გულის საშუალება, შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულად ანაფილაქსური შოკი, რაც გითხარით. რამაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს ავადმყოფისთვის. ამიტომ თემა არის ძალიან მარტივი, გთხოვთ ყურადღებით მოგვისმინოთ. აქ არ არის გაყოფილი ხალხური მედიცინა და პრეპარატები. არა, ეს ყველაფერი არის ერთი, ოღონდ როგორ მივიღოთ თვით მკურნალობა, ეს არის ჩვენი დღევანდელი თემა. და ნინო, ორ კატეგორიად იყოფა ადამიანი, ხო? ერთი არის, რომელსაც სწამს ძალიან ამ პრეპარატების, მეორე არის, რომელიც კატეგორიულად რაღაცა საშუალო უნდა გამოინახოს. ზოგს არის სულ ჩანთი დააქვს, იმიტომ რომ ავადმყოფურად არის, აი უნდა რომ წამლები მიიღოს და აი ჩანთებით რომ წამლისუნი რო იყოს, კი ბატონო. ნუ ესეც უკვე რაღაც ავადმყოფობაში გადადის და ხანდაზმულებს აქვთ თურმე ჩატარებულია გარკვეული ესეთი ცდა რომ ხანდაზმულები არიან რომ აყვებიან იმ ხმას რომ უი შენ ეს დალია ერთი მეც ვიყიდი ან მე მომეცი და ისინი აი რო იტყვიან მიშვებულები არიან არ შეიძლება ყველა მაგრამ მეორე უბედურებაა ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე ის კონსულტაციებიც ძალიან ძვირიღის რომ მიხვიდე ექიმთან და კითხო საკმაოდ სოლიდური თანხა უნდა გადაიხადო რა ჯობია და როგორ ჯობია მოკლედ აი რაღაცა ძალიან დიდი ყურადღებაა ხო მაგრამ ერთი ფაქტია რომ
ზედმეტი წამალი შეიძლება იყოს ასევე მომაკვდინებელი და მავნებელი და შეიძლება მართლა ყველა ჯვარეწერია ძალიან სულად დამთავრდეს ამ წამლის გამოყენება, ასევე შეიძლება დავუშვათ საერთოდ არ დალიო დანიშნულების მიხედვით, ანუ არ დაექვემდებარო დანიშნულებას და შესაბამისად იგივე შედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, მცოდნე ადამიანს უნდა დავეკითხოთ, მან ვინც დავუშვათ იცის უკეთესად ესენი როგორც წესი არიან ექიმები, ან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროში და მათი მომზადებული ეს რაღაც პრეპარატი და შესაბამისად გამოვიყენოთ ჩვენ აბსოლუტურად გეთახმებით, იმიტომ რომ ზედმეტი შეიძლება ყავაც კი იყოს ძალიან ცუდი ორგანიზმისთვის. ძირფასო ჩვენო მაყურებლებო, ჩვენ ახლა გავალთ რეკლამაზე, ველოდებით სულ მოუთქმელად სტუმრებს, რომლებიც გაცილებით უფრო გარკვეულად აგვიხსნიან და პროფესიონალურ ენაზე აგვიხსნიან წამლების მიღების თვითნებურად მიღების შედეგს, მძიმე შედეგს და მესამე გაყოფილებას ჩვენ კვლავ დაბრუნდებით თქვენთან ერთად. აი მე რა ლამაზი ხარ. კომპანია რუსთავის წყალი ქალაქ რუსთავის მოსახლეობას უპრეცედენტო აქციას სთავაზობს. დავალიანების 20%-ის ჩამოწერა და დარჩენილი თანხის 2 წლამდე გადანაწილება. დავალიანების 50%-ის ერთბაშად გადახდის შემთხვევაში დარჩენილი თანხის მთლიანად ჩამოწერა. მრიცხველების უსასყიდლოდ შეძენა და მონტაჟი დავალიანების 30%-ის ერთბაშად გადახდის შემთხვევაში და დარჩენილი თანხის მთლიანად ჩამოწერა. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ რუსთავის წყალის სერვის ცენტრს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე. ჩემი შეღებილით მის თვალის მომჭრელი ფერის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად მე აღმოვაჩინე საკუთარი ექსპერტ მოვლა. ელსეფერი და ბზინვარება ლორეალისგან ნომერი პირველი მსოფლიოში. ორმაგი მოქმედების მიკრობადის ტექნოლოგიის მეშვეობით ის იცავს თმის ფერს კვირიდან კვირამდე. ულტრაისფერი შიდა ფილტრი კვებავს თმას და ირეკლავს შუქს. თმის ფერი დაცულია და ის ბზინავს. 85%-ით მეტი ელვარება. კვირიდან კვირამდე თქვენი ფერი უზადოა. გამაელსეფერი და ბზინვარება ლორეალ პარიზისგან. ველაზე თვალის მომჭრელი ფერისთვის ხანგრძლივად თქვენ ხომ ამას იმსახურებთ? თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო და საკონსულტაციო კურსებზე. დაგვიკავშირდით ნომერზე 95 34 53. გვესაჭიროება კომუნიკაბელური მოწესრიგებული პირის საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის მისაღებად. სასურველია კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნა. ბიზნეს ორგანიზაციაში მენეჯერის თანამდებობაზე გვესაჭიროება განათლებული, მიზანდასახული პირი. სასურველია ფლობდეს კომპიუტერსა და ინგლისურ ენას. შრომის მოყვარე მიზანმიმართული პირი მენეჯერის თანაშემწის თანამდებობაზე. სასურველია კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნა. ოფისში სამუშაოდ ვიწვევთ საქმისადმი ერთგულ, აქტიურ პირს. სასურველია კომპიუტერისა და ინგლისური ენის ცოდნა. კომპიუტერისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები თბილისის მერიისგან უფასოდ. დარეგისტრირდით 15 იანვრიდან თბილისის მერიაში, გამგეობებსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში. მერიის ცხელი ხაზი 72 22 22. ის რაც უმნიშვნელო გონია, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. განვიხილავთ ადამიანებს, მოვლენებს, რომლებსაც ცოტანი თუ ამჩნევენ. საუბრობთ არა მარტო პოლიტიკაზე, საუბრობთ ყველაფერზე, რასაც ჩვენზე აქვს გავლენა. ჩაერთე დიალოგში. პირველ არხზე თოქ-შოუ დიალოგი დავით პაიჭაძესთან. რაზე გადავიდნენ? ნება მომეცი წარმოგიდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები, მით უმეტეს პირდაპირ თემასთან კავშირში და დარწმუნებული ვარ საკმაოდ კვალიფიციურ პასუხებს მივიღებთ. ქალბატონი რუსუდან ჯაში, ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი, საქართველოს ფარმაკოლოგიის ასოციაციის ხელმძღვანელი. ბრავო. ის მარიგოლდის დირექტორი, მაგრამ გარდა ამისა არის ადამიანი, რომელიც უკვე 15 წელია ტიბეტურ მედიცინას ნით კურნალობს. ოღონდ არა მარტო თვითონ მთელს ოჯახს. უბრალოდ შენ კი არ კურნალობს, სხვა კურნალობს უბრალოდ შენ ამას მისდევ. მივსდევ 15 წელიწადია მთელი ჩემი ოჯახი.
მაგრამ დავიწყოთ მაინც თემით. რუსდან, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ახლა უამრავი ზარი შემოვიდა და მე ძალიან მინდა რომ ძალიან სწრაფად, მაგრამ კვალიფიციურად გავცეთ ყველა შეკითხვას პასუხი. პირველ რიგში, რა იწვევს ამ დამოკიდებულებას, როცა ადამიანები დავიწყოთ იქიდან რომ ვერ არჩევენ ხალხურ მედიცინასა და წამალს შორის რა სხვაობა და რატომ უჩნდებათ ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემაც, როცა უჩნდებათ ესეთი მძაფრი დამოკიდებულება პირდაპირ წამლის მიმართ. და მე თანსუნ ჩანთი დატარებენ და თვითონაც სვამენ, ანუ იქ აღარ მიდის საუბარი ნამდვილად შეიძლება თუ არა მისთვის ამის დალევა. და ზოგია პირუკო საერთოდ არ წამს წამლის. კი. ეს ძალიან სერიოზული თემაა და საკმაოდ აქტუალური თემაა. და მინდა გითხრათ, რომ საერთოდ წამლისადმი დამოკიდებულება და წამლის მიმართ რაღაცნაირი აი ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის სერიოზული პრობლემაა პაციენტისთვის. იმიტომ რომ შეუძლებელია წამალი ექიმის გარეშე ვინმე სერიოზულად დაგინიშნოთ ან მოხდეს რაღაცნაირად სერიოზული შეთავსება იმის. ახლა დღეს ჩვენთან რა ხდება? არის სწორედ აი ზუსტად ეს საკითხები, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრია თვითმკურნალობით დაკავებული. და ეს პრობლემა არის მთელი მსოფლიოს პრობლემა, მინდა გითხრათ. მსოფლიოს მასშტაბით არის. კი, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა თვითონ წამლისმიერი დაავადებები. დღეს საქართველოში აი ამაზე ლაპარაკიც არ არის. რომ წამალმა შეიძლება რაღაც დაავადება გამოიწვიოს. და მე ხა გამომდინარე იქიდან რომ აი კლინიკური ფარმაკოლოგიის ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ ევროპის ასოციაციის წევრი და ამერიკის. ეს სწორედ ახლახან ჩამოვედი ამერიკიდან, სადაც აი ეს საკითხები იყო ძალიან სერიოზულად იხილება. ასევე ევროპაშიც ძალიან სერიოზულად დგას და სხვადასხვა ქალაქებში ტარდება ძალიან და რა ხდება? ეხა ეს წამლისმიერი დაავადება არის სწორედ აი ასეთი დამოკიდებულების გადაჭარბებული დოზით. არის შეიძლება გადაჭარბებული დოზით ან არასწორად მიღებული წამალი, ხო? ან თუნდაც იქ ძალიან ხაზგასმით არის ხოლმე ლაპარაკი სამედიცინო შეცდომებზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობა იქ იმისთვის შექმნილი, რომ შეცდომა ექიმმა არ უნდა დაუშვას, მაინც იქაც კი ხდება ეს და ნუ ჩვენთან უკვე ამაზე არ ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენთან დღეს აი ზვავია მედიკამენტების შემოყრილი, მინდა გითხრათ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ზვავია მედიკამენტებისა, რომლის ეფექტურობაში გარკვევა უკვე სერიოზულ გამოცდილ ექიმსაც კი უჭირს. იმდენად უამრავი სხვადასხვა პრეპარატია შემოსული. და ხო არსებობს წამლის რეგულირების სამსახური, უბრალოდ წამლის. ხო, არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ყველაფერი მაინც დამოკიდებულია. ეხლა თქვენ ბრძანეთ დამოკიდებულება პაციენტის წამალთან. საქართველოში აი როდესაც ნინო მთხოვა რომ მოდი და აი ამ თემაზე ვისაუბროთ, მართალი გითხრა მე სიამოვნებით დავთანხმდი. ამას რატომ? იმიტომ რომ მე მინდა ყველა საინფორმაციო საშუალებებით როგორ მივიტანოთ ჩვენ მოსახლეობამდე რომ წამალი პანაცეა არ არის. რომ წამლის მიმართ უნდა ვისწავლოთ ფრთხილი დამოკიდებულება. სხვადასხვა აი ახლა ხან კანადელმა მეცნიერებმა იქ ამერიკაში მოიტანეს შრომა ძალიან საინტერესო იყო რა თვალსაზრისით. ახლა მე ვარჩევ ყველა ამ შრომიდან ისეთს, რაც მოსახლეობისთვის ადვილად მისაწვდომი და მისაღებია. აღმოჩნდა, რომ წამლისადმი რისკის ფაქტორის ჯგუფები შეისწავლეს ასაკის მიხედვით. ესე იგი, ყველაზე სერიოზული რისკი არის 15 წლამდე ბავშვები, ფერტილური ასაკის ქალები, ანუ 50 წლამდე ასაკის ქალები, რომელთაც შვილოსნობა უნარი აქვთ და 50 წლის ზემოთ უკვე ორივე სქესი, მამაკაცების და ქალებიც. ანუ აღმოჩნდა, რომ ესე იგი 2/3 მოსახლეობის არის წამლის რისკის ქვეშ. ანუ თუ ჩვენ ზუსტად ისე გააზრებულად არ მივიღეთ ეს წამალი, ანუ როგორც ხშირად ხდება ხოლმე მეზობლის რჩევით, ახლობლის რჩევით, ან თუნდაც ის, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, შედიან აფთიაქში და ეუბნებიან, მე თავი მტკივა, მე მახველებს, მე რაღაცა და პირდაპირ აფთიაქიდან ენიშნება წამალი. ხო, მაგრამ მითაც ხო ფარმაცევტები მუშაობენ. აი, ხა გეტყვით რა ხდება. ექიმი არ არის. ამაშია საქმე. ხშირად ეხლა სხვათა შორის ჩვენს ფარმაცევტულ სივრცეში დღეს არაერთი ექიმი მუშაობს და შეიძლება ზოგიერთმა ფარმაცევტმა კიდევაც ბევრად უფრო მეტი იცოდეს, ვიდრე თქვენ გამოცდილია და ასე შემდგომ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს და შეუძლია სწორად დანიშნოს წამალი და რატომ. ეხლა ძალიან მარტივად მინდა აგიხსნათ ეს. ეს მის კომპეტენციასაც ხო სცილდება, ანუ ეს არ არის. კომპეტენციას რო სცილდება და რომ არ შეიძლება ეს ერთია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, მინდა ეს მოსახლეობას გავაგებინოთ. ესე იგი არ შეიძლება, იმიტომ რომ ჩვეულებრივ, როდესაც წამალს ნიშნავ, ის
უნდა დანიშნოს ექიმმა და ნახოს დაუშვათ რა პრობლემები აქვს ამ კონკრეტულ პაციენტს. იმიტომ რომ ერთი და იგივე სინდრომის სიმპტომი შეიძლება მოქცეს სხვადასხვა დაავადებებმა და არ შეიძლება რომ ჩვენ სინდრომს ან კონკრეტულ დაავადებას ვუმკურნალოთ. ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ კონკრეტულ პაციენტს. და ეხლა წამალთან მიმართებაში რა ხდება? წამლის ფარმაკოკინეტიკა როგორია? შედის ორგანიზმში, გადაამუშავებს ღვიძლი და თირკმელი, ხო? თუ ღვიძლი ნორმალური არ აქვს იმ პაციენტს, მაშინ მას სხვა წამალი ენიშნება და ის რომელიც ღვიძლზე დაუშვათ ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს. თუ თირკმელი არ აქვს წესრიგში, მაშინ ის ინიშნება, რომლის გამოყოფა თირკმლით კი არა სანაღვლეგზებით ხდება. ან კიდე ბევრი სხვა, თუნდაც ერთი და იგივე დაავადება, დაუშვათ იგივე ხველა თუ წნევა, შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, ხო? ზოგი ენდოკრინულია ეს, ზოგი დაუშვათ წნევასთან მიმართებაში ვამბობ, ზოგი დაუშვათ თირკმლის პათოლოგიით არის გამოწვეული, ზოგი ნევროლოგიური სხვადასხვა დარღვევებით და ასე შემდეგ, ხო? ჩვენს პაციენტს სწორედ უბრალოდ ჩვენს სტუმარს ზუსტად ეგეთივე პრობლემა შეექმნა, იმიტომ რომ მას დაუნიშნეს მკურნალობა, მას აღმოაჩნდა საშინელი დიაგნოზი. ეს გაიგო რამდენი წლის წინ? ეს იყო დაახლოებით 7 წლის წინ. 7 წლის წინ. და სწორედ ესე წამალმა გამოიწვია უკვე ჩვენება. ეხლა როგორ თვითონ მოყვება? ალბათ ამარ გითხარი როგორ მოხდება? საერთოდ წამლებთან დამოკიდებულება და ექიმებთან ყოველთვის ვერიდებოდი, შეიძლება ეს არის რომ ქალბატონი ყოველთვის უნდა დადიოდეს, მაგრამ წლების წინ შულთან გავხდით გერმანიაში და გავხდით ცუდად ქუჩაში, ორჯერ სერიოზულად, რამაც შემაშინა და მიმიყვანა იქამდე, როდესაც დავბრუნდი, მივედი, ციტოლოგიური ცენტრი იყოს, ციტოს ეძახდნენ, გავიკეთე გამკვლევა და დიაგნოზი საკმაოდ სერიოზული იყო, ცუდიც მინდა გითხრათ და მანამდე დამიშნე ძალიან დიდი მკურნალობა, სამკურნალოის წამლების და მითხრეს, რომ აი ამას რომ დავამთავროთ, მე აუცილებელი იქნება ოპერაცია, ეს ეხებოდა მარცხენას კვერცხუჯრედს და თუ საჭირო იქნება ალბათ საშვილოსნოც, რა სიზავ ამ შემთხვევაში ხომ მოვუსმინე, იმიტომ რომ ანალიზები გავიკეთე, ეს იყო აუცილებელი ჩემი ექიმი, ვისთანაც და ტიბეტურ მედიცინას რასაც მივდევ, არ იმყოფებოდა იმ პერიოდში საქართველოში. ეს დავითვალე 1800 ცალი ტაბლეტი იყო და იყო ერთ-ერთი ნემსი კიდევ. რა თქმა უნდა ჩავარდი მაშინ დავრეკე გერმანიაში გახდეთ ქალბატონი თამარი და მითხრა რომ 2 კვირაში დავბრუნდებიო და ამ 2 კვირის განმავლობაში იყო ერთადერთი ტაბლეტი ავიღე რომელიც იყო 90 ცალი დანიშნული და სადღაც მის ჩამოსვლამდე იყო ეს ციკლის წინ რომელმაც აბსოლუტურად ჯანმრთელობა შემირყიაო რო გითხრათ და მიმართა საშინელი კუჭის ტკივილები და როდესაც ქალბატონი თამარი ჩამოვიდა მითხრა რომ ამ წამოს გამო ისედაც დაბალი სიმჟავიანობის მატარებელი ვარ და დაუწევეს სიმჟავიანობა კიდევ გამოიწვია ზუსტად ის შემთხვევა სიმჟავიანობა აი წარმოიდგინეთ ახლა იმიტომ ეხან ყველა წამოს აქვს თითქმის უკუჩვენება რაღაცას გზემკურნალობს შორის რაღაცას უნებს და მე ძალიან დიდი მადლობა მაშინ მართლა სერიოზულად ვიყავ უკვე სახლში მიტარებდა პროცედურებს ქალბატონი თამარი და რაღაც აღარც 6 პროცედურა დამჭირდა მის მერე წლებია და საერთოდ მთელი ჩვენი ოჯახი მე მადლობელი ვარ ქალბატონი თამარისის და უფლისიც რომ არსებობს ესეთი და თქვენ მას შემდეგ წამლებს საერთოდ არ სვამთ. ერთადერთი არის რომ აი თვითონაც ის ხომ ციტრამონი შეგიძლიათ, იმიტომ რომ ეს თავის ტკივილები თუ იქნება, აი ერთადერთი რასაც უფლებას ვაძლევ, ეს არის ციტრამონი, თორე თუ ქალბატონი თამარი საქართველოში ან მიმიწვდება, იმ წუთში ვრეკავ და რაც შეგვიძლია, ხა წლებია 15 წელი, ეს ელემენტარული რაღაც, ხანდახან ერთმანეთსაც ვეხმარებით ხოლმე და ძალიან გული მწყდება რომ ამ ტიბეტურ მედიცინას, იმიტომ რომ იცით რა თქმა იცის ხოლმე რომ იცით მადლობას როდესაც ვუხდი, იტყვის ხოლმე რომ იცით მე არა, იცით ყველა წამალი არის ორგანიზმში, უბრალოდ მიმართულება საჭირო და სულ ვიცი ხოლმე მე ხა ძალიან დიდი დილეტანტი ვარ მედიცინაში და ბოდის ვიხდი რამე თუ ისე ვერ წარმოვთქვი და სულ ვიცი ცოტაც რომ მაინც ალბათ რამე მცოდნო და გული მწყდება როცა დღევანდელი მედიცინა უარყოფს ტიბეტურ მედიცინას იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად პულსით ისმება დიაგნოზი ფაქტი მქონდა ჩემი შვილი ამერიკაში გახლავთ მქონდა საშინელი თავის ტკივილები და ბაროკამერით ხომ კომპიუტერული გამკვლევა როდესაც გაკეთდა უთქვეს ნუ ვერაფერი ვერ აღმოუჩინეს არ და ბავშვი სვავდა ორლის ან ბანალგინს ან ციტრამოს გამაყუჩებელს დიახ და როდესაც ჩამოვიდა დაემთხვა ისე რომ ქალბატონის და მისი ჩამოსვლა ერთად მოხდა საქართველოში მივიყვანეთ და რა ხდებოდა
და საერთოდ რას აღნიშნავს ხოლმე თავი და თავი არის ჟანგბადი ორგანიზმში ფილტვი როგორ მიაწოდებს და მისგან ხდება განაწილება შეიძლება ისევე რა ხსნა ბოდის მოვიხდი და თავარია ჟანგბადით იკვებებოდეს ყველა ორგანო აი უშვილობაზედაც როდესაც აი ამდენი ის არის იძახის ხოლმე კალბატონი თამრე ამბობს რომ ძალიან იოლია იმ ხრივ რომ აი ჟანგბადი არ მიეწოდება და იქ ვერ ვითარდება კვერც უძღრეთი თუ ჩაისახა მე მითო ხდება რომ ჩანარც მეც გავაკეთებ, რომ საერთოდ სოფლიოში ახლა აი ზუსტად ამერიკული გამოკვლევები, რასაც მეტყველებენ, 12-13% არსებობს საერთოდ ფსიქოლოგიურად შეუძლია ადამიანს მოერიოს ონკოლოგიურ დაავადებასაც კი. აი ამდენად მნიშვნელოვანი, ანუ ყველა რესურსი მართლა ადამიანის შიგნით და საერთოდ ახლა პლაცებო ეფექტიც არსებობს. ახლა ჩვენ იქეთ ნუ წავმართავთ საუბარს, რომ საერთოდ წამლები არ ვარგა. არა, რა თქმა უნდა. დღეს პრაქტიკულად მედიცინაში ისეთი წამლები შემოვიდა, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს გვიხსნის. მაგრამ ლაპარაკია სერიოზულ მიდგომაზე წამლის მოხმარებისა, ხო? აი ხა მე გეტყვით, იგივე სტოკჰოლმში იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, სადაც შეისწავლეს რა, ესე იგი მომხმარებლის დამოკიდებულება საფთიაქო ქსელთან. და წარმოადგინდეს რომ კოპენჰაგენში თურმე გაჩნდა მომხმარებლის ახალი ტიპი, რომელიც ისე არ იყიდის წამალს, სანამ არ გაეცნობა მის გვერდით ეფექტებს. აი ეს მინდა თქვენის დახმარებით, რომ საქართველოში როგორღაც დაინერგოს, რომ აუცილებელია გავეცნოთ წამლის ანოტაციას და გავეცნოთ იმ გვერდით ეფექტებს. ეხლა სხვათა შორის დაიწყო უკვე რეკლამაში ჩდება გარკვეულ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, მე დიდი წინამდეგი ვარ ხოლმე წამლების რეკლამის, მაგრამ აი ეს რო ისმის, რომ გვერდითი ეფექტების გასარკვევად მიმართეთ ექიმს, აი ეს რომ მესმის, ეს მსიამოვნებს, რომ ეს აუცილებელია და მინდა მოსახლეობამ ამაზე გაამახვილოს ყურადღება. ისე იგი სანამ შეიძენდეთ იმ წამლებს, აუცილებელია გაეცნოთ და ამ დროს რა ხდება? ძალიან ბევრი ვინც გაეცნობა ამ გვერდით ფიქრობს, ოიმე იმდენი გვერდითი ეფექტი მე ამ წამალს არ დავლებ. ან მეორე ტიპი, რომ საერთოდ და კიდე რა გაჩნდა ახლა? აი სადაზღვეო კომპანიების აი ასეთმა დამოკიდებულებამ წამლების ზოგს რო ვეუბნები რომ როგორ შეიძლება ახლა ამდენი წამალი როგორ დანიშნული ჯერ ბოლოს და ბოლოს რომ მინდა მარტივად გავაგებინო რაც ვერი გიჯდება გარდა იმისა რომ გავნებს და რატო მაინც მიხდის სადაზღვეო კომპანია აი ეს დამოკიდებულებაც უნდა მოიხსნას მე რა რომ გიხდის ამას ხო შენ სვამა მე კიდე არის ესეთი ისა რამდენიმე წამალს ერთად რო დანიშნავენ ძალიან ხშირად მოსახლეობა ერთად ჩაიყრის მუჩში ყველაფერს ამასა ერთად გადაყლაპავს თუ აქ დანიშნული 2-3-1 იმარტივებს საქმეს, ან ზოგი არც აფრთხილებს, მაგრამ მე აი მაინც ექიმთან მივდივართ. ექიმებს უნდა ვთხოვოთ და აი ექიმთან მივდივართ ზუსტად. უნდა ვთხოვოთ ეს რომ არავითარ შემთხვევაში ორ წამალ შორის, საერთოდ 2 და 3 წამალი მინდა გითხრათ როგორია, იცით, ხო გითხარით რომ ასაკობრივად რისკ ჯგუფები რომელი არის, მაგრამ 2 წამალი ერთდროულად და 3 დანიშნული 18%-ია ინტოქსიკაცია ამ წამლების ერთობლიობიდან, ხო? და 5 და 6 წამალი 91%-ია ინტოქსიკაცია. წარმოიდგინეთ, რა რჩება სარგებელი რა რჩება პრაქტიკულად აფერდა ერთმანეთს უამრავ შემთხვევაში არ უხდებიან. აი წამალთა ინტერფერენცია ქვია ამას, როდესაც ერთი წამალი ერთმანეთთან ერთად არ შეიძლება. როგორ დამოკიდებულებაში არის. მაგრამ პლუს ამასთან თუ იმასაც არ გავითვალისწინებთ, ეხლა და ფარმაცევტი გეტყვის, რომ აი ეს დალია და შენ იმას დალევ, იმან ხო არ გაუსინჯი ხარ, ხო არ იცის რა შეასაკი. გამომდინარე უკაცრავად, რომ აუცილებელია ოჯახში იყოს ერთი ექიმი, რომელი არა ოჯახის ექიმიდან ამიტომ შემოიღეს ეს ზუსტად აი ეს ადამიანი რომელიც იგივე ეს დაზღვევა იმით არის კარგი რომ მე მყავს ოჯახის ექიმი ვისთანაც მივალ ვინც იცის ჩემი აი ეს არის აუცილებელი ხო მაგრამ ყველას ხომ არა აქ ეს დაზღვევა ის ძვირიანი დაზღვევა თუნდაც ხო ამიტომ თავის დაცვა ვისწავლოთ კითხვა ანოტაციის კითხვა ვისწავლოთ და ამის შემდეგ დავუკავშიროთ იცით რა არის მკურნალობა გარკვეულ კატეგორიას მიაჩნია რომ ძალიან მარტივია თვითმკურნალობა, ხო? და თვითონ ეს მე მიხდება და სვამს და ან თუნდაც ექიმმა ერთხელ დაუნიშნა და 10 წელი სვამს მე იწამას. საერთოდ უნდა გავაცნობიეროთ რომ მკურნალობა ეს არის ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობა. ეს არ არის მარტო თანამშრომლობა, იმიტომ რომ თქვენ რო გაეცნობით იმ გვერდით, შეიძლება მიხვედით იმ თქვენ ოჯახის ექიმთან, მაგრამ დაგავიწყდათ ის ჩივილი, რომელიც იმ ანოტაციაში მე აღმოაჩინეთ. თქვენ უნდა მიბრძანდეთ მე და უთხრათ რომ ანოტაციაში აი ესენი წერია და მე ეს მაქვს და გთხოვთ რომ აი ხო არ შემიცვლიდეთ აი ამ წამალს. რუსან ერთი შეკითხვის გარეშე მე დღეს სტუდიიდან ვერაფერს გაგიშვებთ, ეს არის იმ ზარებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა ხორციელდებოდა ჩვენთან ეთერში.
აი მე ვენდობი ხალხურ მედიცინას, არ ვენდობი წამალს. მოდით რა გავაკეთოთ ეს დიფერენცირება, რას ნიშნავს ხალხური მედიცინა, წამალი არის თუ არა ეს ურთიერთკავშირში და ძლიერ განსხვავდება თუ პრინციპში შემადგენლობაში ეს ყველაფერი. რაშია საქმე, ხა ხალხური მედიცინა საუკუნეებიდან მოდის ეს და გარკვეულ დადებით ეფექტს გვაძლევს, მაგრამ რას ნიშნავს ხალხური მედიცინა? ნიშნავს რომ მკურნალობა რაღაც გარკვეული ბალახებით, ხო? ეს ნებისმიერი წამალი, რომელიც მსოფლიოში არსებობს, უმრავლესობა არის, რა თქმა უნდა, სინთეზური გზით მიღებული წამლები, მაგრამ არის მცენარეული გზით მიღებული წამალი, ხო? ამიტომ აქაც აუცილებელია კომპეტენტური ექიმი, რომელმაც დაგისვა ეს და ეს დიაგნოზი ზუსტად და შემდეგ კი შეიძლება რაღაც გარკვეული წამლით, მაგრამ იქაც დოზირებას აქვს გარკვეული მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ იქ თუ თქვენ სწორი დოზა არ შეამჩნევთ, გინდა ხალხური იყოს, გინდა ბალახი იყოს, ყველაფერმა შეიძლება გავნოს. აი ჩვენ ასოციაცია ახსენეთ ჩვენი. ხო ჩვენ ასოციაციას გვეს ახალად primum non nocere. ეს არის ჰიპოკრატეს მიერ ნათქვამი, ესე იგი წარმოიდგინეთ როდის საუკუნეების მიღმა, ხო? ანუ ჩვენი მთავარი მოვალეობა არავნოს პრინციპი. მაგრამ მე მინდა რომ ეს არ ავნო თქვენც ნუავნებთ თქვენთ თავს. იმ არასწორი წამლებით, არასწორად მიღებული წამლებით, არასწორი და კიდე ის რომ აი ურეცეპტო წამლების. ეს უკვე ჩვენი სერიოზული პრობლემაა. რომ ანტიბიოტიკები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ურეცეპტო სოფლიოში არსად არ ხდება ეს გარდა საქართველოსი. რომ შეგიძლია შეხვიდე აფთიაქში და ნებისმიერი წამალი იყიდო урецепტოდ. ამიტომ თავად არ უნდა მოგცენ. არ უნდა მოგცენ, ხო, ნუ რა თქმა უნდა, მაგრამ ანტიბიოტიკი. არ უნდა მოგცენ, არ უნდა არსებობდეს ამისი. რა თქმა უნდა, წამალი არ უნდა როგორც არის ევროპაში განსაკუთრებით. არ მინდა ეხა გამომჩეს, ხალხმა ახსენა რომ ღებულობს ციტრამონს, ღებულობს ანალგინს. ანალგინთან დაკავშირებით მხოლოდ ციტრამონს, მხოლოდ ციტრამონს. ვიღაცაო ჩემი შვილი. ციტრამონ, არა, ბანა გამაყუჩებელზე. იგივე ციტრამონიც, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი პრეპარატი, ციტრამონში რა შედის? კოფეინი შედის. თუ წნევა მაღალი, კიდე კოფეინს ღებულობ. ეხა წარმოიდგინე ხო აიწია ეს ანუ მიზეზი უნდა გაიგოთ ჯერ იმ თქვენი ტკივილის და იმის შემდეგ დალიოთ ნებისმიერი წამალი. ამიტომ მე თამართან თუ შეიძლება შეკითხვით გადავალ, მაინტერესებს თამარ, ანუ შენ გადაწყვეტილი გაქვს რომ აი არასდროს აღარ მიაკითხო ექიმს და მხოლოდ ამ გზით განდაგრძო მკურნალობა და არასდროს არ დალიო წამალი. შეიძლება ცოტა აგრესია გამოიწვიოს ექიმებთან ჩემს არა, ექიმებთან მიწევს ახლა ძალიან ცუდი იყო, როდესაც გამოკვლევა აუცილებელია. უბრალოდ ისეთ რა მე ხო ვერც გაიგებდით იმას რაც პრობლემაც ჰქონდათ რომ არ ყოფილიყავით ექიმთან. რა თქმა უნდა რომ ელემენტარულად ვერც გავიგებდი და პულსაციით ისმება დიაგნოზი მე უბრალოდ რაც ვამბობ რომ კარგი მეთოდია იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი აი შევე ქალიშვილზე შემიძლია ჩვენ გქონდა სკოლიოზი და ლორდოზის დიაგნოზი ცეკვაში შევედით ძალიან ადრე და ამან გამოიწვია ეს 90% დაავადება დღეს ხერხემლის და ჩიტაძეზე სპეციალური ცენტრი არსებობს წლობის განმავლობაში დავდიოდით ბავშვმა არ იცოდა რა იყო საწოლი ვიწექით ფიცარზე 1000 მასაჟები და რო გითხრათ ეს ფიზიკურადაც ჩანდა და ზუსტად აი პირველად მაშინ გავიცალით ქალბატონი თამარი ხა რასაც თქვენ წეხან რწმენაზე თქვით კი ბატონო ის რაც შიგნით არის ჩვენ ამას ვერ ხედავ და შეიძლება ბევრი ამე გვწამს მაგრამ ეს იყო ფაქტი რომელიც 3 წლის ხო ეს პროცედურა მასაჟიც არ ქვია ამას 3 წლის განმავლობაში რასაც ვერ მივახციეთ მეოთხე პროცედურის შემდეგ სად გაქრა ეს კუნთოვან ვერ გეტყვით და ამას შეიძლება ძალიან დიდი ბევრი გართულება მოყოლოდა მის ჯანმრთელობაზე ესე მშობიარობაზე ყველაფერი რომელიც ყველაფერი მოიხსნა ეს ჩვენ ჩიტაძის ცენტრში გაგვაფრთხილეს ამაზე რომელიც მოიხსნა ამის შემდეგ და ბევრია ესეთი ის იყო მე რა მინდა იცი თქვა რომ ხა მაპატით მაგრამ არის ეს მედიცინა ხო ტიბეტელი ლამები აღიარებულია ალბათ და ამას მე რაზე მწყდება იცით გული ეს ქალბატონი ძალიან კარგად თანამშრომლობს უცხოეთში და ბევრი მიპატიჟება აქ და საქართველოსთვის ფაქტიურად ის დაკარგულია და იტყვის ხოლმე არ მიყვარს ხო ესია რაღაცათო დაფასება აქ ნაკლებად არ იცის ხოლმე თქვა არ მიყვარს იმიტომ რომ ნაკლებად ვერ ვუხსნი ხალხს რა არის ეს ტიბეტური მედიცინა და თუ შეიძლება მოვყვები რამოდენიმე ხნის წინ მივიყვანე მეგობარი ქალბატონი რომელსაც საკამაოდ მძიმე უბრალოდ რაღაც ატკივდა ნუ ქალბატონი თამარი ყოლოიარული და არ უთხრა თუმცა პირში უყვარს ხოლმე თქმა მასაც თუ მძიმე დიაგნოზია რაღაც და ძალიან ლამაზად შემოურა უთხრა რომ ეს ტკივილი კი გაქვს რაც გაწუხებს მაგრამ ეს იმასთან არაფერი არ არის რაც ხდება შენს ორგანიზმში შიგნით ეს არის მისახედი საკამაოდ სერიოზული გამომწვევი ხო
ნუ ეხლა მეც ვერ ვეუბნები, მეგობარია ჩემი და იცით რა არის თან მიდგომა, იცით ერთი პროცედურა, ნუ იქ ამბობს რომ იქნება უკურეაქცია, ტემპერატურა შეიძლება მოქცეს, შარდი შეიძლება აი, იცით რა, აი არ გამიარათ კიბილმა და ეს ყველაფერი ჯერ არ იყო, არ და როგორ აუხსნა, ეხლა რაზე მოვყევრო, აი წარმოიდგინეთო რა ხან თქვენ ეს ტიბეტური მეცნიერი წლების განმავლობაში დაუმუშავებელი უწვიმარი მიწა, რომელსაც არასოდეს წყალი არ მოხვედრია, წლების განმავლობაში დასკდა, დაიხეთქა, გაუხეშთა და მე ნელ-ნელა უნდა მივყვე დავამუშავო, მე არხები გავხსნა, რომ ეს წყალი წამოვიდეს, ესეთი პრიმიტიული ენით ალბათ და აი ეს იცის ხოლმე, რომ აქ ნაკლებად არის ინფორმაცია და პაციენტებთან ცოტა ალბათ უჭირს და მე ძალიან გულიმწყდება თო იგივე უშვილობაზე, რომ რამდენი ადამიანი არ შეარაყავს და ძალიან იოლის, მხოლოდ 2-3 პროცედურა უნდა უშვილობის იმას და ეს საერთოდ ინფორმაციული პრობლემა ყველგან დგას, იმიტომ რომ მე რუსუდანს აბსოლუტურად დავეთანხმები იმაში, რომ არ ნიშნავს ის, რომ თქვა აი რეკლამა ინტენსიურად გადის ტელევიზორში, ის რომ პრობლემა გადაჭრილია. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ეგ უფრო გაცილებით მეტ პრობლემას აჩენს, ვიდრე ის რაც ხდება დღეს ინტენსიური რეკლამირება წამლების, რომლებიც კაცმა არ იცის, რატო უნდა მიიღო პირდაპირ ასე. განსაკუთრებით მინდა შევახო იმ საკითხს, მე ასაკობრივი ჯგუფები გითხარი და ფერტილური ასაკი. ის რაც დღეს ხდება, დღეს ჩვენ ორსულებთან, ის არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარა. ნუ ეს სრულიად გავუგებარ რა რაოდენობის წამალი ენიშნებათ ორსულებს. ხო, ეს არის საშინელება რაც ხდება. ეს შეიძლება თქვას ერის განადგურების ტოლფასია და რატომ? ეხლა გეტყვით. თვითონ აი ორსულებთან გამოყენებული წამალი არსებობს ესეთი ტალიდომიდი, თუ თქვენ გაგიგიათ, რომელიც ინიშნებოდა 60-იან წლებში. და სრულიად შემთხვევით ერთ-ერთმა და ამის შემდეგ ესე იგი ინიშნებოდა იცით როგორ ყველა თავით კიოდა, გულიერეოდა, არ ეძინებოდა აი ყველაფერზე. მარტო ორსულები კი არა, ყველა სვამდნენ და ორსულებიც არ იყო წინამდე ჩვენება დაწერილი ორსულებისთვის. და აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში დაიბადა ძალიან ბევრი მახინჯი ბავშვი. უი, რას ამბობთ? და გაუთავებლა, მე ერთ-ერთმა ავსტრალიელმა ექიმმა დაწერა ჟურნალი Lancet, ეს არის ძალიან ცნობილი ამ ფარმაკოლოგიურ წრეებში და საერთოდ მედიცინაში მიღებულია ძალიან ცნობილი ჟურნალი ამერიკაში, სადაც მოათავსა ძალიან პატარა ასეთი სტატია, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია აი ამ წამალთან და მე წავიდა ამაზე კვლევები და დადგინდა, რომ ნამდვილად ეს წამალი იწევდა ამას. და ეს ამას დაირქვა შემდგომში ტალიდომიდის ტრაგედია და ორსულებში წამლების უარყოფითი ეფექტი ამის შემდეგ დაიწყეს შესწავლა. ეხლა დღეს რა ხდება? გარდა ამისა, ეს არის პირდაპირ, აი დაიბადა და დაინახეს იმახინჯა, მაგრამ არსებობს წამლები, რომელიც 30 წლის შემდეგ გაძლევს უკვე ეფექტს. ესეთი არის პრეპარატი დიეთილსტილბესტროლი ქვია, სინესტროლი, თქვენ გაგიგეთ შეიძლება. აი ეს გამოიყენებოდა წინათ, ეხლა ამოღებულია ის ხმარებიდან. ხო, რომელიც აღმოჩნდა, რომ ესე იგი რომ შეისწავლეს დედები, რომლებიც იყენებდნენ და შვილები გამოიყენენ. შეისწავლეს 30 წლის შემდეგ, აი ამ შვილებს აღმოჩნდა საშვილოსნოს კიბო, გადაგვარება, რაღაცა უამრავი ისინი, რომელთა დედებიც იყენ. ანუ ესე იგი ეს არის უკვე მოგვიანებითი ეფექტი. ამიტომ ამათ შორის ძალიან სერიოზულია, იცი? დღეს, როდესაც ამდენი წამალი შემოდის, ეს დისტრიბუტორები შედიან ექიმებთან, ეუბნებიან, საუკეთესოა ეს ჩემი წამალი და გამოიყენეთ, ფიქრობენ ისინი ბევრი კითხვის დროს საწყალ ექიმებს დღეს არ აქვს და ნუ ფიქრობენ, ნუ რა კარგია გამოვიყენე, ხო? აქედან გამომდინარე, იცით რა არის ძალიან სერიოზული ის არის. ახლა ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ასოციაცია, რომ ექიმებთან ჩავატაროთ ტრენინგები, ისინი სხვადასხვა ლექციები, რაღაცები, მაგრამ მაინც უფრო მეტი ინტენსივობით ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არც მოდის ამაზე, ნუ არ გცალია და რაღაცა და მეაჩნია ზედმეტი, იცი რა, წინათ არ ისწავლებოდა ეს კლინიკური ფარმაკოლოგია. ანუ ჩემი თაობის ექიმები არ სწავლობდნენ ამას. ეს ამოვიდა მე ამ საგანს ვასწავლი უკვე ბოლო 20 წელია, ხო? 87 წლიდან. და აქედან გამომდინარე, ხო, დრო ჩაგერთობით მე ეს უშვილობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ეს გამრავლება ჭირდება, მე მინდა მაგალითი მოვიყვანო. იყო ნინიკო ესეთი, რომელიც დედა ექიმია, ეს ქალბატონი წლები 3-4 წელი შვილი არ ყავდა და როდესაც ვამბობდი ხოლმე ახლობლებში სულ ვიცი ამ ტიბეტურ მედიცინაზე საუბარი, ნუ ნაკლებად მომისმინა, ეთყობა გაატარა და 3 წლის შემდეგ მომართა, რომ უკვე ოჯახი დადგა იმის წინაშე, ჯერ რომ ამდენი წამლებით გოგონა გადაიღალა და იმის წინაშე, რომ შეიძლება ოჯახი დანგრეული იყო უშვილობის გამო. დღეს მას 2 ბიჭი ყავს. მხოლოდ 4 ჯერ იყო ქალბატონ თამართან. ანუ რამიდა იცით აი ხო აი ძალიან ეფექტური და ჩვენ ბემშვიდობებით ვესტუმრებთ ძალიან საინტერესო ავაცახსენებელი რეკლამის შემდეგ ჩვენ დაგიბომბები გაპიარდება ამასობაში, თუმცა ჩვენ მაინც შევახსენებთ მაყურებელს, რომ ყველა ვარიანტში ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოთ ყველა ქალბატონი თამარიც ექიმია რეკლამა ჩვენთან პროფესიით ესე რომ არსებობს თან
დედაჩემი თვას მასწავლის, მაგრამ შეუძლებელია იმის დათვლა, თუ რამდენად უყვარვარ მას. ყველა დედას უნდა ყველაფერი საუკეთესო თავისი შვილისთვის. Safeguard-ი შენთან არის იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები საუკეთესოდ იყვნენ დაცულნი 5 დაავადებისგან, ასე რომ ის ყოველთვის აქტიური და საუკეთესოა კლასში. საუკეთესო დაცვა საუკეთესო ბავშვებისთვის. Safeguard-ი, ერთი დაცვა 5 დაავადებისგან. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო და საკონსულტაციო კურსებზე. დაგვიკავშირდით ნომერზე 95 34 53. 8-10 საუკეთესო საერთაშორისო კავშირი. საქართველოში ბევრი ხილია და ყულა მისგან წვენებს ამზადებს. ყულა 100%-ით ნატურალური პროდუქტი. ყულა გასინჯე ხარისხი. სალხინო ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული ნედლეულისაგან მიღებული წამალია. ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. გამოიყენება მასტიტების, მასტოპატიების, კანისა და ლორწოვანის, პირის ღრუს, სასუნთქი და საშარდე სისტემის შირკოვანი ანთებითი დაავადებების დროს. პიელონეფრიტის, ენდომეტრიოზის, პროსტატიტის, ცისტიტის, შარდის შეუკავებლობის, კუჭნაწლავის მოქმედების მოსაწესრიგებლად და აგრეთვე რბილი ქსოვილების შირკოვანი ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მოგწონთ თქვენი თმისფერი, მაგრამ არ მოგწონთ მისი დაზიანებული იერი? შეცვალეთ ის. ახალი საღებავი ველატონი პrovitamin B5-ის შემცველობით. ჟანგბადზე დაფუძნებული ფორმულა ავსებს თმას გაჯერებული ფერი. Provitamin B5-ის შემცველობის წყალობით თქვენი თმა ისე ჯანმრთელად გამოიყურება, როგორც არასდროს. ახალი ველატონი 100% ფერი და ჯანმრთელი თმის იერი. წესრიგი მზაობა სიმტკიცე სიმამაცე თავგანწირვა მიზანი ომი არავის უნდა მშვიდობას სჭირდება დაცვა დაცვას სჭირდება ცოდნა. ცოდნა ძალა. ყოველ კვირას 16 საათსა და 15 წუთზე ასე მიიღწევა მიზანი. მაშასე აი ახლა არა ექიმის დანიშნულების გარეშე რამე მკურნალობის ჩატარება ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ჩვენ თამარით სტუმარი რომელიც ამბობს რომ მანამდე იყო ექიმთან გაიგო დიაგნოზი რაც იყო მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ დავუშვათ გადაწყვიტა მისულიყო ექიმთან ხა ამის გარეშე ხო ისე უცებ რომ იყო ადამიანთან და გეტყვის რომ უი გენაცვალე შენ თვალები არ მომწონს და მოიწამოს დაგინიშნებ ხა ეს მე მიმოჩნდა რომ არასერიოზულია იცი რა არჩევანი გააკეთოს ადამიანმა საწავიდეს რა გზით წავიდეს თქვათ კიდევ ერთხელ უბრალოდ ჩემ აზრს მოგახსენებთ რომ მკურნალობის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს თქვათ ხალხური მედიცინა არსებობს ტიბეტური მედიცინა არსებობს ჩვეულებრივი ის წამლები რომლებიც ჩვენთვის ნაცნობია და ვიცით ეს ყველაფერი კიდევ არსებობს ფსიქოლოგიური ავტოტრენინგი ანუ საკუთარ თავს მოერიო და მთლიანად დაძლიო დაავადება ასეთი შემთხვევებიც სხვათა შორის არსებობს ბუნებაში მით უმეტეს ონკოლოგიური დაავადებების როგორც უკვე გითხარით 13% თურმე სტატისტიკური მონაცემებით ყოფილა ასეთი შემთხვევა და ნუ რა თქმა უნდა არსებობს პლაცებო ეფექტი რომ საერთოდ წყალი და გახდა ეხლა ტიბეტური მკურნალობა ახალი არაფერი არ არის მართლა საოცრება ვინცაც უნდა რომ იწამოს და იწამებს გამარჯობათ და ერთი საკითხი მაქვს თქვენთან აი თქვენი ქალბატონის სტუმარი ქალბატონი თამარი ხო საუბრობდა ტიბეტური მედიცინის შესახებ და ძალიან მაინტერესებს და კონკრეტა რა გულისხმობდა ახლა ნაკლებად ძალიან სკეპტიკურად ვარ განსხვავებით საერთოდ ხალხური მედიცინის მიმართ მაგრამ საერთოდ აი ადაო კონკრეტებია რა მედიკამენტოზური თავისი
არის ფიტოთერაპია, არის რაღაცა ბიოდენები, რითი მკურნალობა. მე რამდენადაც ვიცი, ეს იყო წერტილოვანი მასაჟი ალბათ. გააქტიურება იმ უბნების, რომელიც ამ შემთხვევაში ალბათ იყო დაავადებული. ეს მე როგორც მივხვდი, ალბათ უფრო საფრთხოდ ახლა რადგან არ არის ალბათონი თამარი, ხო. იცით რა არის, ახლა აი რანა, ერთი რამე მაინტერესებს. ნუ აი იგივე ხალხური მედიცინა და იგივე ტიბეტური მედიცინა. ხო, სერტიფიცირებული უნდა იყოს ის. სერტიფიცირებული არის ხო, მე ვიღაცა უცბად ჩამოვა ჩინელი, იტყვის რომ მე ვარ, ესე იგი, მანუალური თერაპევტი, ან მე ვარ ტიბეტური მედიცინის მიმდევარი. მე მაგალითად ისეთი შემთხვევების ვიცი, როცა ადამიანი წავიდა და ეგონა რომ ტიბეტური მედიცინით კურნალობდა და სხვათა შორის არანაკლებ სავალალო შედეგებით დასრულდა ამ ადამიანის ცხოვრება. ასე რომ მოდით რა ძალიან გთხოვთ. ასევეა ჩინური მედიცინა. მოავეთებით ხოლმე რაღაცაზე საოცრად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარია თქვენთვის გადაწყვიტოთ, რას ენდობით, რის სირწმენა გაქვთ და მიმართოთ პირველ რიგში პროფესიონალს. პროფესიონალები არსებობენ ექიმებშიც და არსებობენ არა ტრადიციულ მედიცინაშიც და პირიქით. ხო და მე მინდა გითხრა. ხო, გასაგებია. მე მინდა გითხრა, რომ ესე იგი ამერიკაში ხო, ნუ სადაც პრინციპში ყველა დაავადების რაღაც პროგრესი მაინც იქიდან იწყება. ნუ ხშირ შემთხვევაში ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამის საშუალებებია, სწორედ იქ იღუპება 200,000 ადამიანი არასწორი მკურნალობით. ნუ ის ექიმების შეცდომა და რიცხვი არის კატასტროფული, გესმის შენ? იმ ქვეყანაში, სადაც და უფრო მეტად ვინც ცხიმით არის დაავადებული, ნუ იქ ხო სიმსუქნის ებრძვიან და ამასთან დაკავშირებით არის საოცარი რეზულტატი სიკვდილიანობის მხრივ. არასწორი მკურნალობით და წამლებით. უკაცრავად. ალო, გამარჯობათ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, კარგად ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ. ეხლა რა, თვითმკურნალობასთან დაკავშირებით მინდოდა იმ დროს პირველ ნაწილში რომ მოხვედრილიყავი. გისმენთ. მე პირადად ვიყავი კოლიტით მძიმე დაავადებული და ეს ძალიან მძიმე დაავადება დამერწმუნებით, ხო? ხო, ძალიან ბევრი ვიწვალე ექიმებში, ძვირფასი პროფესორებთან ვერაფერი. სრულიად შემთხვევით. დიახ. მატარებელში მასწავლა რუსმა. დიახ. ესე იგი მე გავაკეთე. ხო. დიახ, რუსეთშიც მისდევენ ძალიან თვითმკურნალობას. დიახ. გავაკეთე და 21 დღის შემდეგ ისეთი კარგი შედეგი მივიღე, ვიხვდებოდი კოლიტისაგან. ისეთ დღეში ვიყავი რომ ვკვდებოდი უკვე. 21 დღეში ისეთი შედეგი მივიღე, უკვე დაალბერდი 25 წლის გოგო ვიყავი, 70 წლისა ვარ. რას ლაპარაკობ, გადასარევია და რამდენი მოვარჩილე. არავითარი, აი, ყველას უსასყიდლოდ, უსაჩუქროდ. შემიძლია რომ ვასწავლო. მარაჩვეულებრივი იქნება, ხო ჩვენ პროდიუსერთან ჩაწერეთ თუ შეიძლება რეცეპტი ავიღოთ, იმიტომ რომ ხო შეიძლება არასწორი ის გამოიწვიოს, ანუ. შემო ძირფასო ქალბატონო, მე მესმის აბსოლუტურად თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ეხლა მანდ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ის რაც თქვენ ახსენებთ, თქვა ეგ დაავადება კოლიტი, ხო, არაჩვეულებრივად ინკურნება ელემენტარული ქათოთი, იმიტომ რომ ეს არის არაჩვეულებრივად ეფექტური საშუალება. ეს არც მავნეა, დიეტით, სწორი ჯანსაღი კვება და ასე შემდეგ. მაგრამ მე მიმაჩნია რომ მაინც ყველაზე დიდი რესურსი არის თვითონ ადამიანის ორგანიზმში, ადამიანის ორგანიზმი და ყველაზე მთავარი აი არის, რა თქმა უნდა, ტვინი, რომელიც მოცემული აქვს ადამიანს და სწორედ ამ ტვინმა უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის ყველაზე მე თუ მკითხავ, კარგი ექიმი ნინო პირველ რიგში, რომელიც სწორ გზაზე დაგაყენებს და არა, და რაც ცოტა რთული მისაღწევია ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ კარგი ექიმთან ყველა ვერ ხვდება და იმ ექიმაც რა ქნას, აი ხლა მე რომ მივდივარ ოჯახის ექიმთან არის უშველებელი რიგი. ქალი არის ერთი. და ყველა უნდა შეისწავლოს დეტალურად, რომ ზუსტი სწორი დანიშნულება მისცეს. იმანაც რა ქნას. ამიტომ ცოტა რთულად არის საქმე. ამიტომ წინასწარ დარეკვით. მე ვიცი რომ არა, ნუ რიგია მაინც და მაინც ჯობია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არაფერი ახალი არ არის ჩვენი ჯანმრთელობაა და მოვითფინოთ და ავირჩიოთ სწორი ექიმი და დიდი დრო მოვანდომოთ ექიმთან და ჯანმრთელობას მივაქციოთ ყურადღება. სწორი მედიკამენტების დანიშნულება სწორედ იქიდან გამოვა. არა, კი, რა თქმა უნდა, იცი რა, მე მიმაჩნია რომ ოჯახის ექიმი მართლა არაჩვეულებრივია, ერთი ადამიანი ოჯახში მაინც უნდა იყოს, ვინც თვალყურს ადევნებს შენ ჯანმრთელობას. ხო, დინამიკა იცის კაცო, თუნდაც დაავადების დინამიკა. და ისტორია უდევს შენი, ისტორია უდევს წინ. ზუსტად იცის რა როგორ ვითარდება შენს ორგანიზმში, რა გტკივა, რა არ გტკივა, ამიტომ არის რომ ერთი ექიმი უნდა აირჩიო და იმ ექიმთან იარო სისტემატურად, რომ იმან იცოდეს შენი ყველაფერი. ინტუიცია არის ღმერთის საჩუქარი ადამიანისთვის და ინტუიცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორც ექიმის
მისთვის, ასევე პაციენტისთვის. ასე რომ მე ყველას ჩვენ ალბათ გავერთიანდით აზრში, რომ რა თქმა უნდა პროფესიონალს უნდა ვკითხოთ, რა მივიღოთ, როგორ მივიღოთ და რას მივმართოთ. გემშვიდობებით ხვალამდე. ნახვამდის.